ვერნიცა შანთაძე 7 წლის. სწავლობ ქართულ ამერიკულ სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ხატვა, ცეკვა და სიმღერა. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს ხატვა. ხატვა დავიწყე ბაღში, როდესაც 5 წლის ვიყავი. მე შევედი ხატვის წრეზე და მე ისე გამოვედი. ვიდა გამოვედი, რომ სკოლა დაიწყო და ვეღარ ვასწრებდი. მე ვიცი თვალის კუგის დახატვა, მე ვიცი ორნაირის სახლის დახატვა, ქოთანის დახატვა, მთების დახატვა. კიდევ ვიცი ხეების, კოშკების და ყვავილების დახატვა. ყველაზე ძნელია სახლის დახატვა. ყველაზე ადვილია თვალის კუგის დახატვა. მე ახლა გასწავლეთ სახლის დახატვას. პირველ რიგში ვხატავთ ოთხკუთხედს, შემდეგ სახურავს, შემდეგ ისე რა ქვია, გვერდით ასეთ მარტკუთხედს, ზევით კიდე ესეთ მარტკუთხედს და სამკუთხედს უნდა შევარძოთ ასე ხაზით. მე ვხაზავთ კიბეს ასე. და მე ასე ხაზებს ვუკეთებთ. მე ვხატავ ფანჯარას, ორცოლ ფანჯარას და ქვევით ვუკეთებ ასეთ ოთხკუთხედს. ოთხკუთხედს, იმას კარს. შემდეგ ვხატავ ღრუბლებს, ერთი აქეთ და ერთი აქეთ და მე შუაში ასე ვხატავ მზეს და შემდეგ ყველაფერს გავაფერდებ. ამ კუთხეში ჩვენ შეგვიძლია დავხატოთ ჩემი ბიძაშვილი შეიძლება. ჩემს საყვარელი ფერი არის ცისფერი და არ მიყვარს შავი. სკოლაში გამოფენა მაქვს და ჩემს ნახატებს ვაგროვებ. იმიტომ რომ ბევრი უშრომე და მინანება. ყველაზე ხშირად ნახატებს ჩუქნი დედიკოს. ერთ უყარს საჩუქრებს მჩუქნიან. ბოლოს მაჩუქეს ფოტოაპარატი. ჩემმა დაიკო მაჩქა, რომელიც გერმანიაში წავიდა. მამაც მჩუქნეს საჩუქრებს და მე მატყუებს, რომ თოვლის პრობლემა მოგიტანა. იმიტომ მგონია რომ მატყუებს, რომ გამინახე. ჩუმატებდა ნაჯისხის კოშკს სათამაშოს. თოვლის პრობლემა რო არცებობდა ექნებოდა 28 წლის. მისი ნამდვილი სახელი ექნებოდა ჯემალი. მე ასევე კიდე ძალიან მიყვარს ცეკვა. უკვე 1 წელია ვცეკვავ ფერხისაში. მახსოვს პირველ დღე, როდესაც ფერხისაში მივედი. არავის არ ვცნობდი და ძალიან ნელი ვბობდი. მესამე გაკვეთილზე გავიცანი მასწავლებელი. მომდე მისი სახელი არ ვიცოდი. ფერხისაში ყავს ბევრი მასწავლებელი. ნინო კოპელაიშვილი, ერთი პაპუა, ერთი მამა, ერთი შვილი და ერთი პატარა შვილი. ჩემი საყვარელი ცეკვებია განდაკანა და რაჭული. საყვარელი ილეთია ეს. მე მინდა პირველი კონცერტი მქონდეს ანტალიაში. ფერხისაში ბიჭები ცეკვავთ და გოგოებიც. გოგოები უკეთესად ცეკვავთ, ვიდრე ბიჭები. ბიჭები უბრალოდ ახტი. მე კიდევ ვაპირებ რომ ვცეკვო 20 წელი. მე ძალიან მიყვარს სიმღერა. ერთი წელი ამღარია ბაუთუმში. ჩემს საყვარელი სიმღერაა მეგობარო გახსოვს წამი. მეგობარო გახსოვს წამი, შენ მომიწვნე ყველგამი. მე მაქვს მიკროფონი და სახლში ვაწყობ კონცერტებს. ამ კონცერტს ესწრება დედიკო, მამიკო, ბიცოლო, ბაბუა, ბიზია, ძმა და ერთხელ დაესწრო, იმიტომ რომ გერმანიაში იყო და ესე ვქვია, კიდე გვერდით მეზობელი კიდე ობა, ხათუნა და მისი შვილი ოთო. ძალიან მინდა რომ დაესწროს ჩემი სკოლის დირექტორი დიანა. ჩემი სკოლა ამიტომ მიყვარს, რომ კარგი კლასელები მყავს და კარგი მასწავლებელი მყავს. ბიჭები არიან ცოტა მცელქები და ტვინის მომშლელები. ჩემი საყვარელი საგანია ქართული. საყვარელი მასწავლებელი ნათია გოგოა ძალიან მიყვარს. თუ არ იცი, რამდენი ხანია წკინდა, იმდენი ხანი დაგელოდება და თუ არ გაიხსენებ, არა უშავს. და კი არ გიყვირებ და გიხსნეს. ჩამოგიხსნის პასუხებს, სწორ პასუხებს. კიდე იმიტომ მიყვარს, რომ ლამაზია და სულ მეხუტებოდა. ჩვენი დია გადის სკოლიდან და მე გვაქვს ძალიან დიდი გვაქვს და გვაქვს მე გამოფენა და ძივები მოვიტანეთ, მე ძალიან ბევრი მოვიტანეთ და ზოგმაც ბევრი მოიტანა, იმიტომ რომ თან დია გადის და რაღაცებს ვაგროვებთ, თან ნახატებსაც და უნდა გავყიდოთ მაგ ნახატები და $5 ფულს რომ მივიღეთ, ჩვენ კი არ უნდა დავიტოვოთ ისა რა, ვინც გაჭირებულია იმას უნდა დავეხმაროთ. მე რო გავიზრდები, მინდა გამოვიდე მხატვარი. ბავშვობაში მინდა გამოსულიყავი კონკია. სახლში ცხოვრობთ მე, მამიკო, დედიკო, დაიკო, ძამიკო.
მეტი და ძმა აღარ მინდა, იმიტომ რომ ჩემი ძმა ცოტა ნევრებს მიშლის. 16 წლისა და ქვია რატი. ის არის ცალკე და ხან ზოგჯერ ჭკვიანი. რატი რა გაიზრდება, ალბათ გამოვა გიტარის მასწავლებელი. ჩემი და არის 19 წლის და ქვია თაკო. თაკო არის ძალიან ჭკვიანი, ძალიან მშვიდი, ძალიან ნაზი და ძალიან ლამაზი. როდესაც არ უნდა კონდეს ტესტები, ყველა დღეს სწორი აქვს. ხანდახან ერთი შეცდომა აქვს. მომიკო არის უშიშარი, კეთილი, რო ვეტყვი, რომ 5 ლარი მომცენ, 1 ლარი მომცემს. და რო ვეტყვი, რომ წამოყვევი, მათქი წამოყვევა. ვარ მომიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, მზრუნველი, კეთილი, ნაზი, ჭკვიანი. ძალიან მეყვარს დედიკოს გაკეთებული პიცა. სხვათაშორის მე ძალიან გემრიელ საწმიდებს ვაკეთებ. ყველაზე კარგად გამდის კვერცხის შეწვა. პირველად საჭმელი რო გავაკეთე, ვიყავი 6 წლის. მაშინ დედიკოსთან ერთად გავაკეთე პიცა. ემის საყვარელი ზღაპარია ნაცაქექია. დედას ნუჯახი რომ მქონდეს, გავაჩენდი ძაღლს. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავედი თურქეთში. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. ვინ არის ყველაზე ცნობილი ადამიანი? ყველაზე ცნობილი ადამიანი არის იაკობ გოგებაშვილი. შემდეგ მონაწილებს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რომელია მისი საყვარელი თამაში? მაგალითად, ჩემი საყვარელი თამაშია Roblox-ი. ჩვეულებრივი თამაშებიდან იყოს მგელობანა გაშიშვანა. მე მეშინია დათვის მგელის და მელასი. ოლებიდან მე უკავარ იას. იმიტომ რომ ჩემს ავით ლამაზია და საყვარელი. ბედნიერება არის ხატვა და მამიკოს ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.